საღამო მშვიდობის ყველას, მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, აი მოვედი, აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის, სალამი ყველას ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? როგორ მიდის საქმეები, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს და მოკლედ სულ დალოცულები ყოფილიყოთ. აი ესე. აბა როგორ ვართ? მოვედი მეგობრებო. ნელა უკეთ ჩემო ძვირფასებო, ნუ რა ვქნა. როგორც მეწყობა ისე, გაიხარეთ უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. ჩემი ჯანმრთელობა ესე უცებ არ გამოკეთდება, მაგრამ შეძლებს და გვარად აი მოვდივარ და მეწყება სპაზმები. აი დედას გეფიცებით, მთელი დღე არ დამახველებს, შემოვდივარ და ეგრევე მეწყება. აი ეხლა უნდა დავლიო წამალი, დედას ფიცავარ მეგობრებო. მთელი დღე არ დამახველებს, დაღამდება და იწყება. ой, რას ამბობ. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო, დავლიე ხა წამალი, დავლიე ნოშპა. მინა საღამო მშვიდობის როგორ ხარ? გაიხარე ჩემო კარგო, მადლობა მეგობრებო, უღრმესი მადლობა. თქვენც ასევე, სულ დალოცულები და ჯანმრთელები ყოფილიყოთ. მოკლედ, ეხლა ეს უკვე სხვა ამბავია. ყველა დასტა გადამიცვიდა მეგობრებო. რა გჭირთხავ ხნა? მეგობრებო, რა დღეში გაქვთ ნერვები? მეგობრებო. დღეს რაღაც მძიმე დღე იყო რომელიღაცასთან. რა გჭირთხავ ხნა? კარტები სულ გადამიცვიდა მეგობრებო, რა იყო დღეს? დღეს რამე მოხდა განსაკუთრებული? გაიხარეთ თქვენც ასევე. დღეს რამე მოხდა? მეგობრებო, სულ ყველა დასტა გადამიცვიდა, თითქმის ყველა. ერთი წუთით დავალაგო. მოკლედ, რა დღეში გაქვთ ნერვები? თამარი და თეთევანის არ იყოს. რა დღეში გაქვთ ნერვები? რა არის? ეს რას ნიშნავს და? ხო, არეულობა, ქაოსი. სპაზმები დამეწყო მეგობრებო. აი, არ ვიცი ვის აქვს სპაზმები, თქვენ გაქვთ თუ თქვენს პარტნიორს, მაგრამ შედეგი აგერ მაქვს. მოკლედ, საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ჩემს მენეჯერს, მოდი ასე ვიტყვი, რომელიც აქ ბრძანდება, თუ შეუძლია რომ დღეს ამ საღამოს მომემსახუროს, არ დავასახელებ სახელს. ჩემს მენეჯერს რა ქვია მეგობრებო, აი შენს დამხმარეს რა ქვია, ღმერთო და მავიწყდა. საღამო მშვიდობისა. მეგობრებო, რა ქვია აქ რო გყავს დამხმარე? არა, ადმინი. ჩემს ადმინს ვთხოვ რომ დამეხმაროს დღეს, იმიტომ რომ აქ დავინახე წეღან. არ დავასახელებ სახელს, მოდერატორი ხო?
თორემ ჩამოვართმევ უფლებებს. გრამორიელი, მოდერატორი. მოდერატორი. შევცვლი მოდერატორს. შევცვლი, გავანთავისუფლებ. აი მეგობრებო, თქვენი ენერგიები. მორგანა უღრმესი მადლობა. გაიხარეთ ჩემო კარგო. მეგობრებო, აი ესეთი ერთგულები ხართ. აი ესეთი მეგობრულები ხართ. აი ესეთი იმედიანი ხართ. ხო, აი თუ შეიძლება ამობრძანდეთ ზემოთ და დამეხმაროთ. ხო, ძალიან მეგობრულები ხართ. ნუ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მაინც მეგობრულები ხართ. მეგობრებო, ასეთამ კი, ერთგულები და მეგობრულები. სალმებით. არი ლაპარაკო ისე დაგვეხმარე, ქალბატონო. ქალბატონო. ქალბატონო, ფინტიკოზა. ადმინისტრატორო. ისმეთ დაგეხმარებით აქაურ. ხმას არა მოვიღებ ოღონდ. კითხვა პასუხი გაქვთო? არა, კითხვა პასუხი არ გვაქვს, არა, მეგობრებო. კითხვა პასუხი არ არის. ზოგადი გაშლა. ძალიან მინდა რომ აქ დააწერო ზემოდან რომ აი ყველამ დაინახოს რომ არ გვაქვს კითხვა პასუხი. უნდა ავპინო. ხო. საჯარო ხო? კი, რა თქმა უნდა, საჯარო. მეგობრებო, მე დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. ზოგადი გაშლა, რავი, აბა. მოდი დავიწყოთ და როგორც მოითხოვს, იმის და მიხედვით მე გავაგრძელოთ. ზუსტად. Uno, due, tre. დავიწყოთ მეგობრებო. არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ, აგერ, აი ნახეთ მეგობრებო. ძალიან მეგობრულები წეღანაც ამოვიდა, ძალიან ერთგულები, ძალიან გაწონასწორებულები, მშვიდობის მოყვარულები, ადამიანები, რომლებიც ძალიან ისეთები არიან, აი ნახეთ, მგრძნობიარეები, ადამიანს, რომლებსაც უყვართ სიახლოვე, არიან ძალიან ისეთი, აი არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ხო, თქვენი ენერგიები, მეგობრებო. თუმცა ეხლა ხართ ძალიან ემოციური ფონით, ეს ყველაფერი მოკლედ დიდი სიყვარულიდან თუ არ ვიცი რა ქვია, აი გული ხედავთ, რაც არის თქვენი ამ ყველაფრის მთქმელი რომ ყველაფერს აკეთებთ გულით, ყველაფერთან მიდიხართ გულით, ემოციაც გააქვთ გულით და მოკლედ მეორე შანსი და აღიარება აქ ხედავ მე მეგობრებო იმას რომ ძალიან ღმერთო დღეს რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი. ბევრი შემთხვევაში ხართ დაბნეულები. გინდათ რომ გქონდეთ სამყაროდან მეორე შანსი, რადგან სამყარო არის პირველი სურათი და მეორე შანსი, გინდათ რომ ეს ყველაფერი მიიღოთ, ანუ თქვენ კიდევ მიიღეთ თქვენი ცხოვრება ისეთი როგორიც არის, აღიარეთ საკუთარ თავთან, სირთულეებიათ, ნუ რაც არის, ეს ყველაფერი უკვე გათვითცნობიერებული გაქვთ და ერთი სიტყვით, მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ეხლა იმყოფებით განდეგილის პოზიციაში. თუმცა რაღაცის რისკზე წასასვლელად ემზადებით. არ ვიცი ვის რისი გარისკვა გინდათ. წინა ლაივში იყო გადავხტი და ჰოპს მერე დავიძახებო თუ რაღაც ესეთი იყო. ხო, აი ესე ხართ რაღაცისთვის ემზადებით. მოდი ვნახოთ კიდევ აბა თქვენი ენერგიები. გინდათ რომ უთხრათ წარსულს არა, ბევრმა თქვენთაგანმა უკვე მოუხადეთ ბოდიში ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავსაც და
ძალიან ბევრი იფიქრეთ იმაზე, რომ გამოხვიდეთ ამ მიტოვებული განდეგილებიდან, გადაგდებული, აი დატოვებული, მიტოვებული კრიზისული სიტუაციიდან, გულდამძიმებული სიტუაციიდან, მეგობრებო, გამოუვალი სიტუაცია. რა არის ეს არ ვიცი, რა გჭირდათ დღეს რა გჭირდათ არ ვიცი, მაპატიეთ ახლა ამ გამოთქმისთვის, მაგრამ აბატონო, გაქცევა. გაქცევა. ვინსად? ვირბის ვერ გაიგებ. მოკლედ, ძალიან ისეთი სიტუაცია გქონდათ ბევრ თქვენთაგანს დღეს. გადაიღალეთ როგორც ჩანს, გადაიწვით, უფრო გადაიღალეთ. დაიღალეთ ამდენი გაუმართლებლობიდან, დაიღალეთ ამდენი სირბილით, ვინსად და ვინსად, ზოგადად ძალიან გადაიღალეთ, მეგობრებო. და აი ნახეთ, ეს სურათი ხშირად ამოდის. ეს სურათი ხშირად ამოდის, მეგობრებო, იმიტომ რომ დაიღალეთ აი ყველაფრის კეთებით. მამაკაციც თქვენ ხართ, ქალბატონიც თქვენ ხართ, დიდიც თქვენ ხართ, პატარაც თქვენ ხართ, ამტანი, გამტანი და შემომტანი ყველაფერი თქვენ ხართ და ნახეთ, ძალა გამოგეცალათ. აი, ფეხებში ძალა აღარ გაქვთ უკვე. დაიხალეთ, მეგობრებო. იძირებით უკვე. ბევრი თქვენთაგანი უკვე ვეღარ ზიდულობთ საკუთარ თავს. რა დღეში გაქვთ ნერვები? ორმესი მადლობა მორგანა. მოკლედ, კიდევ რას გვეტყვის? თქვენი ენერგიები მეგობრებო. აი ეს გული გააქვთ. აი ამ დიდ გულს მაინც ატარებთ. დიდი გული რა მხრივ, კარგის მხრივ. აი ეს ყოველთვის შეგიძლიათ. აი რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ეს მაინც გააქვთ. ყველაფრის და მიუხედავად, ეს მაინც გაქვთ. რაც არ უნდა ჩაიძიროთ, ეს მაინც გრჩებათ. ძალიან მომხიბვლელები, ძალიან სექსუალური, ძალიან ისეთი ადამიანები, სასურველი ადამიანები ხართ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ენერგიულები. ხო. და აი ეს სურათი უბრალოდ არ მინდა ეხლა გამოვაჩინო, იმიტომ რომ დამბლოკავს TikTok-ი და აი ეს მაინც შარმი გაქვთ. მოკლედ, კიდევ ერთი ენაც მემება, მეგობრებო. ნახეთ რა ხდება, თქვენ ცხოვრებას უკვე არავის უყვებით, თუ არავისთან აღარ საუბრობთ, თუ რაღაც ესეთი გაქვთ. ძალიან ბევრი დამალული საიდუმლოებები გაქვთ უკვე, რასაც არავის არ აჩვენებთ. ზოგადად არავის არაფერს აღარ აჩვენებთ. აი თუნდაც რა იყოს. ხო. გაურბიხართ უკვე საუბარს. ზედაპირულად მიესალმებით ადამიანებს და всё, იქვე დამთავრებულია ყველაფერი. მიბრუნდებით და მიდიხართ. რაო, ანა მარია. აი ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, მეგობრებო, თუ კი გაიკეთებთ წმენდებს, ძალიან კარგი იქნება. განთავისუფლდებით ყველანაირი ტვირთიდან და ანუ რაღაცები შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში. კი. ჩემო მეგობრებო, აქვე მინდა ვთქვა, აი ის ადამიანები, ვინც ჩემთან იყავით ჩატში. აი ჩვენი ჩატი, სამეგობრო წრის ჩატი. გავაუქმე. იცოდეთ რომ აღარ არსებობს და გავაუქმე. რას მეუბნება ანა მარია? ნუ არაუშავს მყინეული პროცესი გადაივლეს. მეგობრებო, ყველაფერი გადაივლეს, არი ნერვიულოთ. ყველაფერი გადაივლეს. ხო, ასე რომ ჩაიტარეთ აუცილებლად წმენდები. წმენდები გჭირდებათ, მეგობრებო, და დაგეხმარებათ აი ამ ყველაფრიდან გამოსვლაში. კი. ასე რომ იფიქრეთ ამაზე.
მოკლედ, მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი მოკლე დახასიათება და თუ კი რეზონირდება, გავაგრძელოთ ერთად ყოფნა. აბა როგორ ვართ, ჩემო ძვირფასებო, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დასვენების დღემ. მე დღეს ცოტა სტუმრიანობა მქონდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. დღეს მქონდა სტუმრიანობის დღე, კი, დილიდანვე მქონდა სტუმრიანობის დღე. ბაი. დეგრადირებული მაიმუნი ავაგებდიყო ნოტებზე. ახლავე დავიწყებ ანა მარიამ. ჩაიფიქრეთ მთავარია თქვენ. თქვენ მთავარია ჩაიფიქრეთ ადამიანი და ამ წუთას დავიწყებ ახლა. ამ წუთას მეგობრება. შპიონი, ადამიანი დეგრადირებული, შეხედეთ რა დღეშია. რაზე ფიქრობს, ნახეთ? 24 შვიდზე ხო გითვალთვალებთ. ყველანაირი ხერხით გითვალთვალებთ მეგობრებო. აი ყველანაირად აკეთებს, ახერხებს იმას, რომ 24 შვიდზე მხედველობაში ყავთ ამ ადამიანს. ძალიან სხვადასხვა საიტებით შემოდის თქვენს გოსტებში იცოდეთ. მეგობრებო, მორეთ? ხო, ნახეთ, ახლა გაჩვენებთ, სად დავდო. ეს არის თქვენი პარტნიორი, რომელიც სოციალურ ქსელში ყველანაირ ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა მეთოდით. ნახეთ, მრავალნაირი ხერხით შემოდის. ეს შეიძლება ახსნათ აი ესე. სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა ფოტოსურათით, სხვადასხვა აკაუნტებით, შეიძლება უცხო აკაუნტებით. ანუ უყურეთ ახლა უცხო აკაუნტებში რა იგულისხმება. აი ჩვენ ვართ ქართველები, ხო? ის შეიძლება შემოდის უცხოური საიტებით. ან თუ კი თქვენი პარტნიორი უცხოელია, ვთქვათ, ხო? პირიქით ქართული სახელი დაგვარი შემოდის. აი სულ სხვა რადიკალური განსხვავებული საიტები შემოდის მეგობრებო. ხო, ამიტომ იცოდეთ რომ თუ უცხოელია, არაა გამორიცხული რომ მე ქართულიც გააკეთოს, ქართული საიტით და იმითაც შემოვიდეს თქვენთან და თუ ქართველია უცხოურით შემოვიდეს თქვენთან. საპირისპირო, კი ბატონო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი. ან გქონდათ უკვე ოჯახი და შეიძლება შვილებიც გყავთ, ან შვილებზე ოცნებობდა თქვენთან, ნუ რაც გქონდათ, მე არ ვიცი ხა ვის რა გქონდათ, თქვენი სიტუაცია მოირგეთ. ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენს ურთიერთობაში იყო ჩარევები. მესამე ადამიანები, შეიძლება ზემოქმედებაც იყო. ხო, ამ ყველაფერზე საუბრობს. კითხვის დასმა არ შეიძლება. კითხვის დასმა არ შეიძლება მეგობრებო. ხო, კითხვის დასმა არ შეიძლება. კიდევ გავაგრძელებ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები, რა ინფორმაციას აგროვებს ისე საინტერესოა. ნახეთ, ამ ადამიანს გული ისე აქვს დამძიმებული, იმდენად დასტრესილია, იმდენად გონება არეული აქვს, აი ყველაფერზე რო ფიქრობს. ფიქრობს იმაზე თუ როგორი ეგოისტი იყო თქვენთან. ფიქრობს იმაზე რომ აი კი ამბობს რომ ძალიან ნეგატიური ფიქრები მიტრიალებს ახლა თავშიო, თუმცა ამ ყველაფერს ძალიან ნანობს. ხა, ნანობს იმდენად ნანობს რომ შეიძლება ბუდიშის მოხდაც ითხოვოს. ყოველ შემთხვევაში თვითონ ესე ფიქრობს მეგობრებო. კიდევ თქვენი მისი ენერგიები. ხა, აი ნახეთ, უსამართლო იყო თქვენთან ურთიერთობაში. კი, რაღაცებს გიმალავდათ, გატყუებდათ. აქ იყო დაფარული რაღაცეები. თუმცა ეს ადამიანი ახლა იმყოფება განდეგილის პოზიციაში, სიბრძნისკენ მიდის. ხდედა. ხო, სიბრძნისკენ მიდის საცოდავი, იუზერ, საცოდავია კი. საცოდავია. კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები ხართ თქვენ. ეს ადამიანი თქვენს სურათს რო შეხედავს, იქედან იღებს ენერგიას. მისი ენერგია ხართ თქვენ. თქვენი სილამაზით, თქვენი ეშხით, თქვენი აი ამ მომხიბვლელობით ეს ადამიანი რამდენს დახედავს თქვენს სურათს,
სოციალურ ქსელში, სადაც დაგინახავთ, იქვე ღებულობს ენერგიას. ასე რომ მეგობრებო, ამ ენერგიას თუ მოაკლებთ მას, რაც ადრე მოაკლებთ, ამ ყველაფერს, მით ადრე მოვწყინდება თქვენთან. ბოდიშობით მოვა თქვენთან. მით ადრე. კიდევ მისი ენერგიები. ნახეთ მისი ენერგიები. დაბრუნება. ამ ადამიანს უნდა რომ დღეს ფიქრობდა იმაზე, რომ ურთიერთობაში როგორ შემოიტანოს ცვლილებები. და ეხლა ფიქრობს, რა გააკეთოს? ნახეთ, მეგობრებო, როგორ აჭიქრებდა მხოლოდ შენ. მხოლოდ შენ და შენ. ისევ შენ და ისევ შენ. ჩემო თურფალამასო. ღერის ადამიანი, ემღერება თქვენს დანახვაზე ამ ადამიანს ემღერება. მე არ ვიცი რა მელოდიას უსმენს ისეც, რომ შეიძლება გაქვთ რაიმე საერთო, რაც ახსენებს თქვენ თავს. გარდა ამ ყველაფრისა ამ ადამიანს, რაც გულს უტოკებს. ესე ჭიანჭველები დადის გულში. ტოლკატი. ხა. შენი ერთგული ვარო ამბობს, აქამდე რა იყო მე არ ვიცი მეგობრებო, მაგრამ შენი ერთგული ვარო ამბობს. მხოლოდ შენ და მხოლოდ შენი ერთგული ვარო. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ, მოიცოდეთ ისე. ნახეთ? ამას მისი ქვეცნობიერი ამბობს. ხო, თორე ამ ყველაფერს თქვენ არც გეტყვით. მოიცოდეთ ისე, ჩვენში რო დარჩეს. კიდევ უსიტყვოთ. დარარი სასწაული აი თუ გინდოდეს. ცუდად მეგობრებო, აი რა ქნას. აი სულ მეორე შანსზე ფიქრობს ეს ადამიანი. ამბობს რომ თქვენ შორის ეს ნაპერწკალი ღვივდება. მერე რა რომ ერთად არ ხართ. რა იყო ანა მარია? ვაუ, რა ემოცია გაქვს. კი, ნუ რა ქნას ახლა. სიყვარულს ვერ მოუშლით ახლა ადამიანს მეგობრებო და დანარჩენი რა ვიცი. ჩეიარა მატარებელმაო. ამ ორეული წყალი ჩამეიარა, ხო? იმპერი ძალა გამოცლილია, რომ ისეთი გულდათუთქულია, რომ ისეთი დამსხრეულია, რომ თუმცა პერსპექტივაში ეს ადამიანი ხედავს თქვენთან ურთიერთობას. პერსპექტივაში ხედავთ ერთად. ნახეთ? ძალიან ბევრი ეცადა შეიძლება თქვენი ენერგეტიკიდან განთავისუფლება, მაგრამ არ გამოუვიდა და არც გამოუვა მეგობრებო. ძალიან ბევრჯერ ეცადა თქვენი გაშვება, მაგრამ არ გამოუვიდა. ხო. აი არ გამოუვიდა და არ გამოუვა. პირიქით ნახეთ, დროს უყურებს, არ ვიცი რის დროს უყურებს. ხო, დაწყების დროს უყურებს, რაღაცის დასაწყისის მოლოდინშია ეს ადამიანი. ხო, რაღაცის დაწყების მოლოდინშია. ხო, ვინ არ აწყება და ვინ ვერ დაწყება, ანა მარია. ყველას თავისებურად მოერგება, იმიტომ რომ ნახეთ მეგობრებო, ეხა 8000-ზე მეტი ადამიანის მსმენელი გამომწერი და მიხვდით ეხლა რომ ყველასთან აჰა კიდე გადავარდა კარტი და საინტერესოა რა კარტებია, ერთი წუთით ეხლავე ავაჭიკჭიკებ ამას. აი ერთი წუთით მეგობრებო. ნახეთ. ეს ადამიანი აქამდე საზღვრებს რომ მართავდა, საზღვრები რო ქონდა აღმართული. ნახეთ საზღვრები. აი ახლა დაიწყებს ამ საზღვრების დაშლას, მაგრამ იცით რა რთული იქნება მისთვის ეს ყველაფერი? ხო, ამას ფიქრობს ახლა როდის დაიწყოს ეს ყველაფერი. ხო. აბა კიდევ 1-2
1 2 ოხ იწვის აღარ იწვის აღარც იბძვის ვეღარც იბძვის და ნახეთ რა დღეშია თქვენზე ფიქრით რა დღეშია ნახეთ აი თქვენ კიდევ ესე ენას უბზიკავთ შორიდან არ ვიცი ვინ რას აკეთებს მაგრამ ასე ეჯღანებით აი ესე ეჭყანებით მეგობრებო ხა აი კინოში რო მოიცადეთ მე რთო გამახსენე აუ ღმერთო გამახსენე დაკარგული 64 ხო დაკარგული 64-ში როა გოგოს რო დაანახებენ და თვალებს რო გადაპლარწავს ეს გოგო რო არ უნდა რო დაეჭყანება აი ზუსტად ისეთ რაღაცებს უკეთებთ მეგობრებო ზოგი ეჭყანებით ზოგი ეპრანჭებით ზოგი თვალს უპაჭუნებთ აგედან ზოგი ენას უბზიკავთ ზოგი ესე ბურატინოსავით უქნებთ ხელებს და რა ვიცი ვინ რას აკეთებთ მეგობრებო და ამაზე ღიზიანდება ნახეთ როგორ ღიზიანდება საცოდავი არ გასჩელენტანოს და რას ფიქრობს იცით რას ამბობს ნახე მე შე რა გიქნაო ნახე მე შე რა გიქნაო თუ მოგიგდე ხელშიო ამ ხელებში თუ მოგიგდე აი ესე ამბობს ანა მარია თუ მოგიგდე ამ ხელებშიო აი მე ნახე რას გიზამო იხიხინა მე აბა ბიჭოს რა გეგონა მე ნახე მე ნახე ხა აბა რა გეგონა ვაი თუ მე ვიგდეო მაგი ახლა თქვენი ამბავი თქვენიცით მე სანთლის დამკავებელი კი არა მე ამ სანთელს ჩავაქროთ მეგობრებო მაგ დროს ხა მეწყო სპაზმები 1 2 სურათი კიდე მეგობრებო ნახეთ საცოდავი მესიდრე იხოკავს სახეს იხოკავს მეგობრებო იცით როგორა აი ნერვის ზარღვი აღარ აქვს ბეწვზეა უკვე ბეწვზე ხა ბეწვზეა უკვე აი საცოდავი უკვე ბეწვზეა ამდვილ სახეს არ გაჩვენებთ თუ როგორ ცუდათაა ამ განშორებით როგორ ცუდათაა აღიარებს რომ დააშავა თუმცა აღიარებს რომ დააშავა მეგობრებო აღიარებს იმას რომ ამ ადამიანს თქვენოთ არ შეუძლია ამ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს შეიძლება უყვარდეს თავის ქვეშ ხელის ესე ამოდება რაღაცნაირად არ ვიცი თუ ხართ დაკვირვებული რაღაცა სახესთან ხელის აი რაღაცნაირად ესე ტუჩის და ცხვირის შორის ესე უყვარს რაღაცა ხელის მიდება რაღაცა ესე ვხედავ ჩაფიქრებულს ძალიან ჩაფიქრებულს ვხედავ ამ ადამიანს მეგობრებო ასწავლი თუ გინდოდეთ აღვრემილის სახე აქვს. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მე აქ რებს ვხედავ. ამას ხო თითქმის ხშირად ვუყურებ ამ ფოტოს, მაგრამ აი იმდენად სხვადასხვა რაღაცებს ვხედავ. მეგობრებო, აი დედას გეფიცებით, ხო? მე მის პროფილს ვხედავ. მის სუფთა პროფილს კი არა, ოდნავ გვერდიდან შეხედვას ვხედავ. დაღვრემილი თვალები აქვს. ეტყობა ხშირად ხრის თვალებს ქვემოთ და ისე იცის მოწყენილ სახეს ვხედავ მის. კი, ოდნავ გრძელი ცხვირი აქვს, ვიწრო ცხვირი, ესეთი მსხვილი ცხვირი არა, ცოტა ისეთი ვიწრო ცხვირი აქვს ამ ადამიანს და ისეთი ეხლა მით უმეტეს. ხო, შეიძლება იყოს მაღალი ტიპი იყოს შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან იყოს სუსტიც. ეხა ისეთი სუსტი არა, მაგრამ ხო, ეხა რო თქვა რომ მსუქანიო, ეს მსუქანი არაა.
ეს ადამიანი შეიძლება ეხლა დადიოდეს ესე ბუნებაში, ან წყლის პირას, ან ტყეში, ან ზღვის პირას და აი შეიძლება საკუთარ თავსაც ესაუბრებოდეს მეგობრებო. კი. შეიძლება ზოგიც იყოს მასეთი, მაგრამ ნუ რა ვიცი ხა ყველასთან ხო ეხლა ეს აღნაგობის და აღწერილობის ხო არ იქნება. ხო, ქუდების დახურვა უყვარდეს შეიძლება კიდევ. ან კეპკა, ან ქუდი. ეხლა ამ წუთას იმას არ გეტყვით რომ კაპიშონიანი რამეები აცვია მეთქი. უფრო ამ წუთას მე ეხლა აქ ვხედავ ქუდს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ქუდი და ეს შეიძლება იყოს კეპკაც, კეპკიანი რაღაცნაირი. ხო, ეს ადამიანი შეიძლება კიდევ იყოს ბუზღუნა. ცოტა რაღაცნაირი ბუტია ხასიათის ბუზღუნა. ბუზღუნი უყვარდეს. ხო, რაღაც ესეთი კიდევ. კარგით მეგობრებო. ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება უნდა და ნახეთ ქვემოდან ამის იმედი აქვს რომ თქვენთან დაბრუნდება. იმიტომ რომ ქვემოდან კიდე ესეთია. აი მეგობრებო, თქვენი შეპყრობილია ამ ადამიანს თქვენოთ არ შეუძლია. ამ ადამიანს რაღაც ჩანაფიქრი აქვს თქვენთან დაკავშირებით, ამის ძალიან დიდი იმედი აქვს რომ ეს გამოუვა მას, მიუხედავად იმისა რომ ამ წუთას შეიძლება შეკრული იყოს, მაგრამ მას მაინც აქვს იმის იმედი რომ რაც აქვს ჩაფიქრებული ის გამოუვა. ძალიან ფასეული ხართ, ძალიან ღირებული ხართ მისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში. ძალიან გენდობათ. აი არ ვიცი ხა, შეიძლება ბევრი გაბრაზდეთ, მაგრამ თვითონ ძალიან გენდობათ ხა, შეიძლება იგივენაირად თქვენ არ იყოთ ნდობით მისკენ აღჭურვილი, მაგრამ ის თქვენ ძალიან გენდობათ, იცის რომ ძალიან ერთგული ხართ. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის დახასიათებაც, თუმცა აი ეს უნდა თქვენთან. ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი. ოჯახი და კლავაც ოჯახი. ან ოჯახში დაბრუნება უნდა, ან გაერთიანება უნდა, ან ის რომ დაგპირდათ ოჯახის შექმნა უნდა. მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით თქვენთან უნდა ყოფნა. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა მის ენერგიებს და ახასიათებას დედა ვეღარ ვექანები. იმ შემთხვევაში ჩემო ძვირფასებო გავაგრძელოთ. სალამი ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგან, ჩემო ძვირფასებო. ჩვენი დღევანდელი ლაივი არ ვიცი რაზე არის, მაგრამ ცოტა რაღაცებს შევეხოთ. მოდი იქედან დავიწყებ. როდემდე იქნება ესე ჩუმად? დღეს გვექნება ზოგადი. დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება ზოგადი. მოკლე შეკითხვებით მეგობრებო, ზოგადი. აი როდემდე იქნება ასე ჩუმად? დამუნჯებულაო. ხა, საინტერესოა ისე კი. დამუნჯება არ უშველის ახლა, ვერ უშველის საქმეც მაგაშია.
უნჯისენა დედას ესმის და თქვენ ხართ მისი დედა, დედის როლი გქონდათ ალბათ მორგებული და იმიტომ მომორბის თქვენთან, აჰა, ნახეთ. დღევანდელ ეტაპზე ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას. ხა, და იმიტომაა ჩუმად, ენას ვერ იღებს. დაინახეთ ხო კარტი როგორ ამოვარდა მეგობრებო. ძალიან ცუდი ფიქრები აქვს ამ ადამიანს. ძალიან გაუტანლათა, ძალიან ცუდი ფიქრები აწუხებს, მოკლედ. როდემდე იქნება ესე ჩუმად? დიდი არ დააგვიანდება მეგობრებო. ხო, ეხლა უყურეთ რა ხდება აქ. მინდა გითხრათ ეხლა, ეს ადამიანი თუ კი ნამდვილად იცით რომ იმყოფება ურთიერთობაში და აქ სამკუთხედზეა საუბარი მეგობრებო, იცოდეთ რომ ამ ადამიანს უნდა განქორწინება იქ სადაც არის. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ორმხრივი სიყვარული. ხა, მეგობრებო. ანუ რისი თქმა მინდა ეხლა? იქ არის განქორწინება. თუ კი ნამდვილად იცით რომ თქვენს პარტნიორს იქ ვიღაც ყავს, ხო? ნუ ყველასთან არ შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ხო თუ კი პარტნიორი ყავს, იქ განქორწინება და განთავისუფლება, ანუ იმ ურთიერთობის დატოვება. მაგრამ თუ კი არ ყავს, ნამდვილად იცით რომ არ ყავს პარტნიორი და მშობლებთანაა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს უნდა ცოტა ხანი თავისუფლება. რომ აი რაღაცნაირად დამშვიდდეს, დაწყნარდეს და აი თითქოს რაღაც აზრები მოიკრიბოს, ძალა მოიკრიბოს და თავისი პრობლემებს სულ სხვანაირი საღი გონებით მიუდგეს. ხო, იმიტომ რომ იქ კონფლიქტური სიტუაციაა. შეიძლება მშობლებთან იყოს და მშობლებიდან წამოსვლა უნდოდეს და ამ კონფლიქტური სიტუაციების შეიძლება დაბრკოლებას მშობლები. შეიძლება იყოს დაბრკოლება პარტნიორი. ხო, აი ამ შემთხვევაში იქ განქორწინებაა. იმიტომ რომ იქაა კონფლიქტი. იმიტომ რომ ეს ადამიანი სხვაგან იხედება. ხო. მანამ იქნება სიჩუმეში, სანამ არ დამთავრდება იქ. ხო, აი, ნახეთ. სანამ იქ არ დამთავრდება, აი ეს განქორწინება. ეხლა იქ აქ არასტაბილურობა ამ ადამიანს. ხა, იქ აქ სრული ქაოსი, იქ აქ დაუფასებლობა, იქ არავინ არ აფასებს. აი, თუ კი გაგიხარდებათ ეს, ბატონო, გულს გაგიხარებთ, რომ იქ არავინ არ აფასებს ამას. იქ ურთიერთ პატივისცემა, ურთიერთ გაგება, ურთიერთ შეთანხმება იქ არა აქვთ. იქ ადიალას ყველა თავისკენ იხურავს. მოდი ასე ვიტყოდი. ნახეთ? წასვლა იქედან. იქა შურიანობა, იქა ღალატი, იქა გაპრანჭვა, იქა ბოღმა, იქა ყველანაირი ცუდი ტენდენციები აქვს თქვენს პარტნიორს. ეს შეიძლება გავიმეორებ იყოს მშობლები, მშობლებთან დამოკიდებულებაში და პარტნიორთან დამოკიდებულებაში მეგობრებო. ხო. ამიტომ ცოტა ხანი კიდევ იქნება სიჩუმეში მანამ სანამ არ დამთავრდება ეს ყველაფერი. თუმცა იცოდეთ რომ იქ ეს ქალბატონი ეს მე ვფიქრობ ბევრი შემთხვევაში პარტნიორია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად უყურებს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. აი ხო გეუბნებით, აქ არის რაღაც სხვა ინტერესები, აქ სიყვარულზე ინტერესი არაა. მოდი ვკითხოთ რაზეა ინტერესი. რა ინტერესია? წერტილის დასმა. იქ წერტილის დასმა, მეგობრებო. იქ ხამე უძილობა. იქ აქვს მხოლოდ პასუხისმგებლობა. მეტი არაფერი არ აქვს იქ. იქ შეიძლება ყავდეს ოჯახი, შეიძლება ყავდეს შვილები უბრალოდ. ხო, მეტი არაფერი. იქ სიყვარულის ნასახი, ნატამანი არაა. აი მომჭერით თუ გინდა კისერი. აი მოტყუება, ნახეთ? იქ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ჯერ ერთი თავს იტყუებს და მერე ყველას ატყუებს. ყველა ერთმანეთს ატყუებს. კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესე იქნება ცოტა ხანი სიჩუმეში. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, ამიტომ ხო, არის ნერვიულად. არის ნერვიულად. უტყვი, მიუშვი, როგორაა მეგობრებო, გამახსენეთ ეს გამოთქმა. როგორაა ქართული გამოთქმა? ურჩიო, მიუშვი ნებასაო თუ როგორღაცა. მოკლედ. მოდი ახლა კიდევ ვკითხოთ ჩვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო. რას ფიქრობს თქვენზე? აი, რას ფიქრობს თქვენზე თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რას ფიქრობს თქვენზე თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? გიჟი მიუშვინებასაო თვითონ ხა, რას ფიქრობს თქვენზე თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რო დაგკარგათ, იცით რა დაგკარგათ? თვითონ ესე ფიქრობს ახლა. თქვენ შეიძლება კიდევაც გიყვარდეთ მეგობრებო, მაგრამ მან ხომ არ იცის თქვენ გიყვართ თუ არ გიყვართ. ხო, თვითონ ფიქრობს რომ დაგკარგათ. ხო, ძალიან დიდი რაღაცა დაკარგა თქვენი სახით. ნახეთ, ეს არის ოჯახის კარტი. ეს არის ძირითადად ოჯახის, ხვავის, ბარაქის, ერთიანობის, აყვავების, სულიერი სიმდიდრის და მოკლედ ერთობის კარტია. ხო, აი ნახეთ, გლობუსიო. ხო, ანუ ეს ყველაფერი დაკარგა. რას ფიქრობს თქვენზე? აი ამას, აი ნახეთ, რას ფიქრობს? აი ისეთი ადამიანები ხართ, თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგულები ადამიანები, ძალიან სიმპათიური, ულამაზესები, ძალიან მომხიბლელები, მიმზიდველები, მეგობრულები, აი ღირსეული ადამიანები, თან გულწრფელები და ეს დაკარგა. მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენთან უნდა მოსვლა და მოვა კიდევაც. ხო. თქვენ ხართ მისი სტიმული და იმიტომ მოვა. აუცილებლად მოვა მეგობრებო. აუცილებლად ფიქრობს თქვენთან მოსვლაზე. რას ფიქრობს თქვენზე და თქვენთან მოსვლაზე? ხო, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ძალიან დიდი დანაკარგი. ნახეთ მეგობრებო. აი, ნახეთ ახლა აქ რა ხდება. თქვენ ხართ მისი ოცნება, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენ ხართ მისი ბალანსი. თქვენ ხართ მისი იმედი, სიმშვიდე, ამ ყველაფერს არ გეუბნებათ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ თქვენ არ აინტერესებთ. გამოირიცხეთ ეს აზრები თავიდან, ჩამოირეცხეთ, მეგობრებო. საკუთარ თავთან იქონიეთ ძალიან დიდი თვით შეფასება, ძალიან გთხოვთ. ხო. ამიტომ იცოდეთ, რომ ამ ადამიანს მიეცით დრო, რომ აი თქვენთან მხოლოდ ფიქრი არა, მოსვლა საჭიროა. აჰა, უვარდება საცოდას ყველაფერი. არ გეგონოთ რომ კარგათაა. ყველაფერი უცვივა. ხო, ამ ადამიანს ყველაფერი უცვივა მეგობრებო. რას ფიქრობს თქვენზე? იმას ფიქრობს, რომ არ დაგთმობთ. არ გეგონოთ, რომ ეს ადამიანი დაგთმობთ. თუმცა გასაკვირია შეიძლება მისი საქციელები, ხო, მაგრამ არ დაგთმობთ. არა, ისე მოვა მეგობრებო. ისე მოვა, რას ფიქრობს და მოსვლას. ხო. მოვა სიფრთხილით. მოვა სიფრთხილით. მოვა, იცით როგორ მოვა, ძალიან ფრთხილად. და ამ ადამიანს უნდა რომ ხო, ძალიან ფრთხილად, ძალიან ნელი ნაბიჯებით და რაღაც ახლებურად, ხო, რაღაც ახლებურად შემოგიძვრეთ, რო იტყვიან. კი ბატონო, ახლებურად სიტუაციის შეცვლა.
მოვიდეს რა აბერკოტი რომ ამოვცხობს რეალშიო აი მე რა სასწაულები ხართ ხა კიდე სამართლიანობა შეიძლება იყოს მეგობრებო სასწორი შეიძლება იყოს ტყუპები შეიძლება იყოს ну კაი არ მივაქციოთ ყურადღება ზოდიაქოებს თუმცა ეს ადამიანი მაინც იხედება თქვენსკენ ამ ადამიანს ძალიან აი ხო გეუბნებით იზიდავთ თუმცა მეგობრებო ერთადერთი იმის თქმა ნახეთ უბრალოდ ეხლა აქ რა ხდება ელოდეთ მისგან მოულოდნელ გამოჩენას, მამაცობას, რაღაც დატრიალებულ აჟიოტაჟურ ამბებს, სასიხარულო ამბებს, ახალ ამბებს ელოდეთ მისგან. ხო. ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება და ფიქრობს თქვენთან მოსვლაზე, თან ფიქრობს სტაბილურად მოსვლაზე, მეგობრებო. და ფიქრობს ახლა როგორ მოგიახლოვდეთ. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს პრობლემები ჯანმრთელობის, შეიძლება კონდეს პრობლემები სამართალთან, ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური პრობლემები, მემკვიდრეობის პრობლემები, ხო, აი რაღაც ესეთი მსგავსი პრობლემები საბუთებთან და ამ ყველაფერს აგვარებდეს. ან თუ კი თქვენ გაქვთ ეს პრობლემები, ამ პრობლემებს მოგიგვარებთ ეს ადამიანი მეგობრებო. ხო. ეს ადამიანი სიკვდილს არ ფიქრობს, ანამარია და შეიძლება ეგეც იყოს კი პრობლემები ჯანმრთელობის, კი ბატონო. ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს ორი მანქანა, ორი სამსახური, ორი ტელეფონი, ორიანებიერიოს დაბადების თვეში და რიცხვში. შეიძლება კონდეს გაორებაც, მეგობრებო. არ არის გამორიცხული. შეიძლება ყავდა ორი პარტნიორიც და რაღაც მსგავსი კიდე. ხო. მე მინდა ახლა ვკითხო მეგობრებო დასტას, თუ საუბრობს თქვენზე თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ვინმესთან. თუ საუბრობს თქვენ შესახებ ვინმესთან, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. სრულყოფილება, აღიარება. თუ საუბრობს ვინმესთან, მეგობრებო. შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება საუბრობდეს, მაგრამ საუბრობდეს ამ ყველაფერს, აი როგორ გითხრათ. უფალთან შეიძლება საუბრებოდეს უფალს თხოვდეს შველას, უფალს უყვებოდეს თავის გულის ტკივილებს, აი რადგან აქ ხატია ქურუმი ადამიანი თუ საუბრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თუ უყვება თქვენზე ვინმეს. მეგობრებო, თუ საუბრობს შეიძლება უნდოდეს, მაგრამ ვერავის ვერ უყვება ამ ყველაფერს და იცით რატომ? იმიტომ რომ აღიარება მომწონს. სირცხვილის გრძნობა გააჩნია, არ ვიცი ხა რამდენი დაიჯერებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი რასაც თვითონ ამბობს, ხო? აი ამბობს იმას, რომ აი ვერ ამბობს, იმიტომ რომ რო შეეკითხონ რა მოხდაო? აი იქვე ხო უნდა თქვას მიზეზი
და ეს მიზეზი ყველაზე მეტი თვითონაა. ამიტომ სირცხვილის გრძნობა გააჩნია და ამის სცხვენია მეგობრებო. თუმცა ამ ადამიანს უნდა სიახლეები. როგორ დამღალანეთ აიცოდეთ. ხო. აი საქმეც მაგაშია. გაძოყნიან. ამ ადამიანს ძალიან უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება. სამყარო და სრულყოფილება, რადგან არის აქ კიდევ ესეც ძალიან ისეთი ხვდებით ახლა ხო რისი თქმა მინდა. ეს შეიძლება აი ხო, აი უფალს ევედრება ეს ადამიანი შველას, ბრძოლას, ბრძოლის უნარს. უფალს ევედრება მეგობრებო კი. დედა მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. რა ბატი ტასიკოას ზუსტად. ბატი ტასიკო. ამბობს კი ვიბრძოლებო. ვიბრძოლებო კი ამბობს. მაგრამ როდის? ბოლო როდის? ბოლო როდის? როცა მზეა მოწყინდება დარარირირირება ნანანანანანანანანი არა ჯერ მზად ჯერ არ ვარ მზათო იძახს ჯერ კიდევ არ მარ ბოლომდე მზათო მეგობრებო ჯერ კიდევ არ ვარ მზათო ხო ჯერ კიდევ არ ვარ მზათო ამბობს თუმცა მანიპულატორი ეს არის ყველაფერი მანიპულაციები მეგობრებო იცოდეთ სულელი მეგობრებო ეს ადამიანი მინდა გითხრათ რაღაცას გიმალავთ არ ვიცი რას გიმალავთ მაგრამ აი რაღაცას არ გეუბნებათ რაღაცას არ გეუბნებათ ბოლომდე შეიძლება არ გეუბნებათ იმას რომ იქ არის ქორწინებაში და განქორწინების პროცესი აქვს ნახეთ განქორწინება იმედია ხედავთ ხო განქორწინება აგერ იმედია ხედავთ ხო ბოლო რას გადაწყვიტავს ნახეთ როგორ ევედრება უფალს შველას საცოდავი მისი დღე ამ ადამიანს ეშინია რომ შანსი ვერ გამოიყენოს თქვენთან მიმართებაში იმიტომ რომ გადაწყვეტილების წინაშე დგას მეგობრებო და უფალს ევედრება შველას ნახეთ მის ცხოვრებაში მას აქვს ახლა ისეთი ეტაპი, სადაც უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. ან დარჩეს იმ ცხოვრებაში, სადაც არის და ან გააგრძელოს ცხოვრება ახალი მიმართულებით. ვერ ხდება რა გააკეთოს. ხამე არ ძინავს, რო იცოდეთ ისე. ამ ადამიანს შეიძლება ფულიც კონდეს, სიმდიდრეც კონდეს, ყველაფერი კონდეს, თავისი საქმიანობა კონდეს, აი თავზე საყრელი კონდეს, უდარდელი ცხოვრება კონდეს, მაგრამ ის რაც მას ჭირდება არ აქვს. სიყვარული არ აქვს.
რაც მთავარია და ეს თქვა იქ კიდევაც, რომ არა აქვს სიყვარული. მის ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტი, ბევრთან არის პარტნიორი, ყოფილი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი და მშობლები. სიტუაცია და სამსახური მეგობრებო გარემოება, ყველა თქვენი სიტუაცია მოირგეთ. და იცოდეთ, რომ არსებობს ისეთი რაღაც, რაც თქვენ არ იცით, ვისთან რა და ვისთან რა. ამიტომ ის რა სიტუაციაც აქვს მას, თქვენ შეიძლება ფინანსურად მყარად არ იყოთ, მაგრამ თქვენი ცხოვრებით სიტკბოება და თავისუფლება გქონდეთ. ამ ადამიანს კი პირიქით. ეს ადამიანი თუ კი ურთიერთობაში იმყოფება, იქ უბედურია. აი ხედავთ ხო? ეს არის ურთიერთობის კარტი, სადაც ბედნიერია და აი რადგან ესია, ამ ურთიერთობაში უბედურია. იქ სადაც არის უბედური. ხო. ამიტომ შეიძლება ყველაფერი კონდეს ფინანსურად ბევრად უკეთესად იყოს თქვენთან შედარებით, მაგრამ არ უხარია, არ ახარებს არაფერი. ხო. მე პირველ რიგში საკუთარ თავს შევიცოდებდი ნინა. გოგოებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო დედოფლებო. ხო, ჩემო დედოფლებო, ამიტომ, როდესაც ვერ იქნა და ვერ მოაღწია, ხო? ძვირფასებო, ნერვი არ შეიტოკოთ ამისთვის. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მეგობრებო. მე მინდა რჩევა ვკითხო კარდს. აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში? რას გირჩევთ სამყარო ამ სიტუაციაში, რაშიც ხართ? ცეკვავთ ყველა. მეგობრებო, ადამიანი თუკი გამყოფებთ ფარულობაში, ადამიანი თუკი გამყოფებთ თავის პრობლემებში, ადამიანი რომელიც გახვევთ თავის პრობლემებს, თავის სიტუაციას და აი იმის მაგივრად რომ თქვენიც მოაგვაროს, მის პრობლემებს თავზე გაახვევთ, ეს გიქმნით დაბრკოლებებს. გამოდით ამ ასეთი სიტუაციიდან. აი, გამოდით. ნახეთ, ხო? ხო, გამოდით ამ სიტუაციიდან. სადაც არის დაბრკოლებები, სადაც არის სირთულეები, სადაც არის დაგვიანებები, ხო, აი თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს გადალახავს, მაგრამ მეგობრებო. ნახეთ, ეს ხართ თქვენ. თქვენი სტაბილურობა აღარა, თქვენი არა, მესმის. ხო. სტაბილურობა არ გაქვთ. სადაც ვერ გრძნობთ სტაბილურობას, მეგობრებო. ნუ ყველასთან არა, რა თქმა უნდა, ესაა საჯარო, მეგობრებო, გავითვალისწინოთ და ყველასთან ვერ იქნება ერთნაირად. ამიტომ თქვენი სიტუაცია მე რასაც ვსაუბრობ, თქვენ ნამდვილად და აუცილებლად მიხვდებით ახლა იმას. უბრალოდ რჩევას ვეკითხებით და რჩევას ამბობს ტარო. სადაც ვერ გრძნობთ თავს სტაბილურად, სადაც არის ურთიერთობა და ხართ დაბრკოლებებში, სადაც თქვენი სტაბილურობა ირღვევა, იმ შემთხვევაში უნდა ჩამოამხოთ თავზე ყველაფერი, მეგობრებო. ხო. ტრანსფორმაცია არის, ნახეთ, საკუთარ თავთან მუშაობა.
ტრანსფორმაცია არის ურთიერთობაზე მუშაობა. ეს უბრალოდ რჩევა ვკითხეთ ჩვენ თქვენ შემთხვევაში ზოგიერთებს მართლაც ჭირდება. ეს მე რაც ვთქვი ახლა რჩევა, ვისაც ჭირდება ის მიიღებს თავზე, მიხვდება თავის ავტორს მოძებნის. ამიტომ ტრანსფორმაცია არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ისწავლოს ურთიერთობაში მუშაობა. მარტო მე არ თქვას, მე იცის, მაპატიეთ და საქონელმა. მე მინდა, მე. ძროხამაც მე იცის, თხამაც მე იცის. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ტრანსფორმაცია არის იმისთვის საჭირო, რომ მე არა ჩვენ, ასე თქვას, ეს ისწავლოს. სიტყვა ჩვენ. ხო და როდესაც ვერ სწავლობს ადამიანის სიტყვა ჩვენს და ადამიანი როდესაც ვერ ხვდება იმას, რომ ურთიერთობაში უნდა იყოს ბალანსი და ამას ვერ სწავლობს, იმ შემთხვევაში აი ესე უნდა დაუმთავროთ ყველაფერი. ხო. ამიტომ მეგობრებო, როდესაც თქვენ იმყოფებით ტრანსფორმაციაში ამ შემთხვევაში, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავთან, უნდა იმუშაოთ საკუთარ ფინანსებზე, გადაერთოთ უნდა საკუთარ ცხოვრებაზე, დაკავდეთ უნდა თქვენი ინტერესებით, თქვენი ტრანსფორმაცია. ჩემო ლამაზებო, თქვენზე ვსაუბრობ. ამ შემთხვევაში უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. საკუთარ ცხოვრებაზე და აი შედეგიც გექნებათ. ნახეთ? ფინანსები. ხო. გადაერთოთ უნდა ფინანსებზე. საკუთარი რეალიზება უნდა მოახდინოთ. წახვიდეთ უნდა სალონში, შეიცვალოთ უნდა სტილი, შეიცვალოთ უნდა იმიჯი. არა იმიტომ რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, არა. საკუთარ თავს უნდა ასე ამომეთ, როგორ არ შველის. ძალიან კარგათაც შველის. ძალიან კარგათაც შველის. მე მიშველა და სხვისი არ ვიცი. ხო, ვინც ცოტა გააზრებულად შედის ტრანსფორმაციაში, ძალიან კარგათაც შველის მეგობრებო. ხო. ვინც ესე დაიკრიბავს გულზე ხელს და ფარხმალს დაყრის, არაფერი არ გამოუვა. რა თქმა უნდა. თუ ესე ფარხმალს დაყრით მეგობრებო და აღარ მინდა სიცოცხლეო იტყვით, არაფერი არ გამოუვა. გაშლების ყურება შველის, იმიტომ რომ მეგობრებო იცით რა, ჯერ ერთი გაშლებში, ამ საჯარო გაშლები მეგობრებო იცით რა, მკითხაობა კი არა, ცხოვრების შეცვლა და გაჩვენებთ გზას, საით რა გელოდებათ და როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ. ამას გასწავლით, თორემ მეც კი არაფერს ერთი წუთით პაზლი ჩავსვა. ხა. აი ამას გასწავლით. ბევრ ამას გასწავლით. პირადი აი საჯარო გაშლები აგიხელთ თვალებს ზოგადად. სიყვარულით მაპატიეთ, ეხლა რასაც ვიტყვი. სიყვარულით დაბრმავებულ თვალებს, დახუჭულ თვალებს აგიხელთ მეგობრებო. ხო, აი ნახეთ, გასწავლით იმას, ნახეთ. რვიანების თასზე კი არ უნდა დათანხმდეთ. ესეთი ურთიერთობიდან უნდა წახვიდეთ. ხო, რვიანები არა, ცხრიანები და 10-იანის თასები, ან ყველაფერი, ან არაფერი. გაიგეთ, მეგობრებო? ესაა, თორე მეტი კი არაფერი. ხო, ან ყველაფერი, ან არაფერი. უკონტაქტობა როა დიდი ხანია, მეგობრებო. აგე? რვიანების თასი, გულგატეხილი რო ხართ და უარესობისკენ რო მიდიხართ. უარი უნდა თქვათ ესეთ ურთიერთობაზე მეგობრებო. ხო.
უკონტაქტო ურთიერთობა. უკონტაქტო ურთიერთობას მოაქვს დანაკარგები, აი რაღაც ისეთი დასუსტება, შეიძლება ჯანმრთელობითაც უკვე ვერ ხართ, აი რაღაც უკვე გეზარებათ, სტიმული გეკარგებათ, მეგობრებო, სტიმული დაგეკარგათ. უკონტაქტო ურთიერთობაში სტიმული გეკარგებათ, გბეზრდებათ უკვე ესეთი ურთიერთობა. ურთიერთობა, კი არა მეგობრებო, ყოველდღე ხაჭაპურის ჭამა მოგბეზრდებათ, ხო? ხო ასეა. ხო, ამიტომ მოგბეზრდებათ და ეს მობეზრება, ხო? თუ რაღაცით არ შეიცვალა, მანდვე თავდება ყველაფერი. და ეს გაცარიელებთ. ხო, ნახეთ? ცალმხრივი სიყვარული. და ნელ-ნელა მიდიხართ წერტილისკენ. დასასრულისკენ. უკონტაქტო ურთიერთობა მიდის უკვე დასასრულისკენ. მე ახლა დავსვამ ესეთ შეკითხვას. და თქვენი სიტუაცია აიღეთ, მეგობრებო. აი იმ სიტუაციაში, რაშიც ხართ ახლა? რა არის გამოსავალი? აი იმ სიტუაციაში, რაშიც ხართ ახლა? თითოეული თქვენთაგანი, რა არის გამოსავალი? ხო, რა არის გამოსავალი? იმ სიტუაციაში, რაშიც იმყოფებით? სიახლეები. ნახეთ? სიახლეები. სადაც აზრთა ჭრილია, სადაც გაუგებრობა, სადაც ურთიერთგაგება არ არის, თუნდაც ოჯახის წევრი იყოს, მეგობრებო. სადაც უთანხმოება, შეფერხებებია, დაბრკოლებებია. აი რა გითხრათ, მეგობრებო. ერთიანების თასი და ერთიანების ხმალი. რას გეტყვით, ტარო? აირჩიოთ, უნდა სიყვარული. სიყვარული რა, ანუ სადაც იქნება გაგება, სადაც იქნება პატივისცემა. ერთფეროვნება არა, მეგობრებო. გაუშვათ უნდა დანაკარგებში. იმ შემთხვევაში, რაშიც იმყოფებით ახლა, მეგობრებო. ეს ურთიერთობა, ეს ყველაფერი უნდა თქვენ თვითონვე უნდა დაასრულოთ. და თქვენ თვითონვე უნდა აირჩიოთ ახალი ცხოვრება. სადაც იქნება სიყვარული, სადაც იქნება გაგება, სადაც იქნება პარტნიორობა, შეთანხმება. ხო, დააკვირდეთ უნდა ადამიანის საქციელებს და ქმედებებს, არა სიტყვებს და დაპირებებს. ხო, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც უყვარხართ, ადამიანს, რომელსაც ესმის თქვენი მეგობრებო, ესე არ მოიქცევა. გამორიცხულია. აი გამორიცხულია მეგობრებო. უიქნებით უმოძრაობაში, უიქნებით ცუდი ფიქრებით დაკავებული, უიქნებით აი ჩაკეტილები, უიქნებით მთვარეში. ხო, უყურეთ რა ხდება ახლა, მე რასაც ვხედავ აქ. თქვენ უნდა დაკავდეთ თქვენი საქმიანობით. აი ბოლო კარტი ამბობს ამას, ნახეთ, ეს არის თქვენი პარტნიორი. ეხლა რადგან ისე ამოვიდა თქვენ ნახეთ, ხელავთ, ფიქრობთ მთელი ამბებით და მთელი ემოციებით და მთელი უბედურობებით. მაგრამ ყურეთ ადამიანი, რომელიც თქვენი ადამიანი, რომელიც გაგიგებთ, ადამიანი, რომელსაც შეიძლება ენდოთ. ხო? ეს ადამიანი თუ კი თქვენი პარტნიორია, ეგრეთ წოდებული ახლანდელი ადამიანი, მეგობრებო. ეს თუ კი თქვენი პარტნიორია, ეს აუცილებლად მოვა თავის დროზე. ეს ერთი. და თუ კი ეს თქვენი პარტნიორი არ არის, ხო? თუ კი ეს ვინმე ახალი პარტნიორი ეს რადგან საჯაროა, ეხლა იმიტომ ვამბობ ყველანაირად, რომ თქვენი ადამიანი თქვენთან მოვა, არ წავა არსად.
მაგრამ ის რომ თქვენ რაიმეები მოითფინოთ, ხო? ეს არ უნდა გააკეთოთ, მეგობრებო. ყველაფერზე თავი არ უნდა დაუხაროთ ადამიანებს. არას თქმა უნდა ისწავლოთ. არა, უნდა ისწავლოთ. ხო. ხო. არას თქმა უნდა ისწავლოთ. მე აქ ხედავ ადამიანს, რომელიც გატყუებთ. ოღონდ ეს არის ქალბატონი. ქალბატონი, ხო, ადამიანი, რომელიც თქვენ შორის დგას. ნახეთ უბრალოდ ეხა სურათი. აი, უბრალოდ ნახეთ ეხლა ეს სურათი, ნახეთ მეგობრებო. აი ეს სურათი ნახეთ. აი ეს სურათი ნახეთ. ხედავთ ხო? თქვენი პარტნიორი, ეს ერთი ადამიანი, რომელიც შვაში დგას და აი თქვენი სიყვარული. ხედავთ ხო? აქ დგას თქვენ შორის ვიღაც. ხო. აქ დგას თქვენ შორის ვიღაც. ეს შეიძლება კი ბატონო იყოს დედაც და ეს შეიძლება იყოს მისი ყოფილი პარტნიორი ან მოქმედი. ნუ ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო, მომიტევეთ და აპატიეთ. ხო, შეიძლება სიტუაციაც იყოს, მაგრამ მე უფრო ხედავ თქვენს შორის ადამიანს. ვარძლიანს, შურიანს და ბოროტს. ავი თვალის, ავი გულის შემხედავს, თვალთანაცარი, გულთა ლახვარი, დაეფსოს მისი ორივე თვალი, შენ კი გეწეროს, შენი პატიოსანი ჯვარი. დასწავლე. არ უნდა თმებით თრევა არავის მეგობრებო. უფალს მიანდეთ. ამისთვის ხელიც არ უნდა დაიღალოთ. ნახოთ ბოლო სიტყვა. აი ეს დარჩა და ნახოთ ახლა მისი ბოლო სიტყვა რას გვეტყვის. ეს ადამიანი არის ტრანსფორმაციაში. ეს ადამიანი ახლა წავა დანაკარგებში, ან არის უკვე დანაკარგებში, ნახეთ, გეუბნებით. ამ ადამიანს თუ იქ ქორწინება აქვს, ქორწინებაშია, იქ ხდება განქორწინება. განქორწინება და დაკარგვა ურთიერთობის მეგობრებო. ამიტომ ცუდათა ეხლა ძალიან დარეულია. ეხლა ბალოტი აქვს. ამ ადამიანმა უნდა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, ნახეთ, ბოლო სიყვარული. ამ ადამიანმა ეს ადამიანი შეგნებულად ოფიციალურად უკვე დგას გადაწყვეტილების წინაშე და უკან არ დავიხევო ამბობს. ჩემი გადაწყვეტილება ამ წუთას შეიძლება ვერ ვახერხებ, მაგრამ ნახეთ განკურნება მოვა და ამ ადამიანს იმედი აქვს, რომ ამ თავისი ბრძოლით და ჟინით აი ესე მოვა თქვენამდე. რა თქმა უნდა, სამართალმა უნდა ჭამოს პური და ამას თვითონაც ამბობს მეგობრებო, ამიტომ აქ ჩვენ გვაჩვენა კარტმა, ნახეთ, სასწაული ტრანსფორმაცია აქვს. ეხლა მასთან ხდება იქ სული არეულობა, ქაოსი, იქა დასასრული, იქ შეიძლება დედმამაც დატოვოს, ცოლშვილიც დატოვოს, ურთიერთობა დატოვოს, ბიზნესი დატოვოს, ბიზნეს პარტნიორი დატოვოს, მემკვიდრეობა დატოვოს, მეგობრები დატოვოს, ყველაფერი დატოვოს. იქ ყველაფრის დატოვება უწევს, ყველაფრის შეცვლა უწევს, შეიძლება ქვეყანაც შეიცვალოს, ქალაქი შეიცვალოს, გარემოება შეიცვალოს, გაანოლოს ყველაფერი და თქვენთან ისე უნდა მოვიდეს მეგობრებო. სხვანაირად ვერ მოვა. ამიტომ ხო, ყურებით მოათრევს კი. რა თქმა უნდა მეგობრებო. ამიტომ თქვენ თუ კი გააქვთ იმის ჟინი, რომ უბრალოდ დაელოდოთ თქვენს დროს და მომენტს, უბრალოდ მე ვერ გეტყვით აქ ამას როდის გააკეთებს ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი არის ტრანსფორმაციაში და ჯოჯოხეთს გადის ახლა, თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს მისთვის ადვილი იყოს.
მეც მჯერა უფლის და უფლის ასწავლების მჯერა, მეც ველოდები ჩემ დროს მეგობრებო. არსად არ მეჩქარება. დროს მიეცი დრო. არ იჩქარო, მე არსად არ მეჩქარება მეგობრებო, არ იჩქაროთ. შენამდეც მოვა და იმის იქეთაც წავა. ხო, ამიტომ არც ესე თქვათ მეგობრებო. ზუსტად თავის დროზე მიადგება პატრონს. სამართალი ურმით დადის, რა თქმა უნდა. მე უფალს მივანდე ყველაფერი მეგობრებო. მე მივიღე ჩემი ცხოვრება ისეთი როგორიც მაქვს. იმ ჩემი ყველაფრით, სიკეთით, თუ სიბოროტით, თუ ტვირთით, თუ ტკივილით, თუ სიმწრით, თუ სიხარულით და უფალს მივანდე ყველაფერი, უფლისთვის მიმინდია ყველაფერი, სამართლიანობა და უფალმა იცის, ვის რა სამაგერი უნდა გადაუხადოს. მე მაგისთვის ნერვს არ დავიღლი მეგობრებო. აი გულში სიბოროტესაც არ ჩავიდებ, დედას გეფიცებით. აი არც შური მინდა, არც ბოღმა მინდა, არაფერი არ მინდა, გონება დავიღალო და მაგისთვის ნერვი დავიბინძურო. ხო. ამიტომ უფალმა ყველას მიუძღვას თავისი. რა თქმა უნდა, გასაცდელების შემდეგ მოდის ბედნიერება. ვის რა მიაჩნია ბედნიერებად მეგობრებო, ყველას ჩვენი ბედნიერება გველოდება და გვაქვს. ამიტომ უფალმა ყველას მოგცეთ თქვენი წელი ბედნიერება. ჩემო ძვირფასებო, ამისთვის ნერვი არ დაიღალოთ, სიბოროტისთვის გონება არ დაიღალოთ, არც გული გაიფუჭოთ, ამისთვის არავის ცუდი არ უსურვოთ მეგობრებო. არა, პირიქით. დალოცეთ და გაუშვით. თუნდაც ქმარი, თუნდაც ცოლი, თუნდაც მეგობარი, ამხანაგი, დაქალი, ძმაკაცი, დედმამიშვილი. თქვენ დალოცეთ და გაუშვით. ხო, დანარჩენი მიანდეთ უფალს. თქვენ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და всё, მიუშვით თავისი ნებით, ასე რომ დანარჩენი უფლისნება უფალმა იცის უკვე იმას როგორ დაუბრუნოს სამაგიერო. არა, არც მე. არავის ცუც არ უსურვებ, არც მე მეგობრებო, ნამდვილად. ხო, ასე რომ მოდი ახლა უბრალოდ მინდა თქვენი ცხოვრება ვკითხო ასტრაბარათებს. თქვენი ცხოვრება მინდა ვკითხო ასტრაბარათებს, თქვენი პარტნიორის არა. ხო, თქვენი ცხოვრება მინდა ვკითხო ასტრაბარათებს მეგობრებო, ამიტომ მოდი ვკითხოთ აბა. რა გელოდებათ უახლოეს მომავალში? თქვენი ცხოვრება. რა გელოდებათ უახლოეს მომავალში? სასწაული თუ გინდოდეთ. მეგობრებო, უყურეთ ახლა. ეს არის კეთილშობილების ბარათი. აქ ხედავთ ხო ადამიანს, რომელიც მშვიდად ზის და თავის საქმეს აკეთებს. ვინ უკრავს, ვინ მღერის, ვინ ხატავს, ვინ ძერწავს, ვინ ქარგავს, ვინ ქსოვს, ვინ აცხობს, ვინ რას აკეთებს და ვინ რას. მეგობრებო, ახლა ხო? მიხვდით ხო? ახლა ყველას მე ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. ვინც რაც არ უნდა აკეთებდეთ. სიტყვაზე ვამბობ. საღამო მშვიდობის დანელია, ჩემო კარგო. ვინც რასაც არ უნდა აკეთებდეთ. თქვენი უახლოესი მომავალი, თქვენი ცხოვრება. შეიძლება რაღაც მოგზაურობასთან იყოს დაკავშირებული. აი ხედავთ სამყარო, მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას. ვინ რაზე ოცნებობთ და ვინ რაზე მეგობრებო. ამიტომ იცოდეთ რომ გელოდებათ ეს. უახლოესი თქვენი მომავალი. რა ვქნა. ანა მარია. აქანე ხარ დაი? ანა მარია, აქანე ხარ? არის ვინმე აქანა? ხო, მოვიდა. ელასტიკებიანი მევიდა, მეგობრებო. ხო გინდოდა ბატონო? ხო, მევიდა. ასე მოგადგებათ მეგობრებო, ეს ადამიანი. ხო, სუფიშვილების მოცეკვავე და გეტყვის, არის ვინმე აქანა?
ხო, მოვა, აბა რა სიზავს, მეორე ბარათი და მოსულია. ხო, მოსულია მეგობრებო. ბალეტ მაისტერი. ხო. ერთი ამას არ გაეცვითა და მეორე მეც არ მეცვითება მეგობრებო, იმიტომ რომ სულ ყიდულობ. ხო. ამ ადამიანს ეტყობა სულ ერთი და იგივე აცვია. ტაში. ხო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, უყურეთ ეხლა რა ხდება. აი თქვენ, მაგალითად, ეხლა მინდა უბრალოდ ამ მომდევნო რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ამ ორ ბარათზე ვიმსჯელოთ ეხლა ჩვენ. უყურეთ? იმ დროს, როდესაც თქვენ იქნებით თქვენი საქმიანობით დაკავებული, ეს შეიძლება იყოს მოგზაურობა, თქვენი ცხოვრებით დაკავება, თქვენი სიხარული, თქვენი ბედნიერება, თქვენი სიმშვიდე, თქვენი ადამიანობა, თქვენი კეთილშობილება რაღაცას აკეთებთ, ხო? ხო, ვინ რას და ვინ რას. ამ დროს მოგადგებათ ეს ვაჟბატონი, დამთხეული და ესე მოგიკაკუნებთ კარებზე. არის ვინმე აქანა? ასე ხდება მეგობრებო. რამდენიც არ უნდა გინდოდეთ, სანამ არ მიხვალთ იმ აზრამდე. ეხლა უყურეთ რას გეტყვით. სულ ვიმეორებ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. კაი, ნუ არა უშავს, მეგობრებო. ამას ახლა ეს წუთას ასე გადავაბრუნებ ამ საცოდავს. აი, აქამდე რომ მოხვალთ. რომ დაკავდებით თქვენი საყვარელი საქმით, რომ დაკავდებით თქვენი ცხოვრებით, რომ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და მეტი არავიზე და საკუთარ თავის ფიქრს დაიწყებთ იქედან. მე დღეს სად წავიდე, მე დღეს რომელი გემით წავიდე, რომელ ქვეყანაში წავიდე, რომელ ზღვაზე წავიდე, რომელ აგარაკზე წავიდე, ანუ ხო ხვდებით, ხო? ხო. აი ზუსტად ამას რომ მიეჩვევით, მეგობრებო, და ამაზე აღარ იფიქრებთ, ამ ელასტიკებიან გოიმზე, მაპატიეთ, მომიტევეთ. ხო, პიჟონზე და პიჟი, ამას ქვია პიჟი. ეს არის ელასტიკებიანი პიჟი. ამაზე ფიქრს რო დაანებებთ და ამაზე რო გადაერთვებთ თქვენ ცხოვრებაზე, მერე მოვააგი. ხო. მერე მოვააგი და იცით როდის მოვა, როცა აღარ გენდომებათ. და აი მაგია ყველაზე სამართლიანი. ხო, ბალეტ მეისტერი. ყველაზე მაგარი მომენტია მაშინ. ხო, რომ აბა რო არ აქცევთ უკვე ამას ყურადღებას უყურეთ, ეს გიკაკუნებთ და თქვენ არ აქცევთ ყურადღებას. სკამიდან არც ადგებით მეგობრებო. არამც თუ არც იხედებით უკვე. უბრალოდ ნახეთ ეხლა სურათი როგორ დაჭდა. თქვენ ამ ადამიანს ზედაც აღარ შეხედავთ, ბევრი თქვენთაგანი. აპაპაპ. დავაიო ასე ეტყვით. დავაისაც აღარ ეტყვით მეგობრებო. ეს ამ ადამიანზე რეაქცია აღარ გექნებათ. ხო. ეხლა უყურეთ. აი თქვენ სახეს შეხედეთ. ჩათვალეთ რომ ეხლა ეს ხართ თქვენ. აი ესე მდიდრულად სიხართ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრება ამ დროს, აი ეს ხართ თქვენ, თქვენი ცხოვრებით, დაკავებული, თქვენი საქმიანობით, თქვენი აი ესეთი არისტოკრატული ცხოვრებით დაკავებული და ამ დროს პაპამ. როგორ მოგწონთ? ეხლა როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ და ის? მეგობრებო, ეხლა მე მგონია სხვაობას ხედავთ. ხა. ესე მოგადგებათ და კარებს არ გამიღებ, ესე გეტყვით. საცოდავი მისი დღე. ხედავთ? ამას ხედავთ, მეგობრებო? ამას ხედავთ? იცით ხო ეს რა კარტიცაა, რა ბარათიცაა, იცით? აი ეხლა როგორ ფიქრობთ ეხლა მეგობრებო, ნუ ცოტა გულის ამრევია, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის. სად შენ და სად მე ეკა.
აი ძალიან განსხვავდებით. რადიკალურად განსხვავდებით უბრალოდ. დედასპიცა ვარ. თქვენ ხართ დახვეწილი ქალბატონები, ელეგანტურები, სექსუალურები, მზიდველები, ვულკანები, მიდიხართ? აი ჰიურემი რო იყო, მეგობრებო. ხო. მიდიხართ და მიგაქვთ ხედამიწა. არა, ეგრეო. და რატო? ხო და? აი ესეთები ხართ თქვენ. მიდიხართ და მიგაქვთ ხედამიწა. ხო, სად ვადებუტიო? სადაც მიდიხართ, ყველა თქვენ გიყურებთ. მეგობრებო, ანათებთ რა, ერთი სიტყვით. ანათებთ. ხო. ხო. მეგობრებო, რას ფიქრობ იცით? ეს თქვენისა. ხო. მეგობრებო, იცით რას ფიქრობს? რამე ხო არ გაუკეთეთ. თვითონ ასე ფიქრობს. ხო. ხო. ჭხადო. ხო, ამას ფიქრობს თვითონ. ხო არ გაუკეთეთ რამე. აი ესე როა საწოდავად. თქვენი ხელი ხო არ ურევია ამაში. იმდენად ლენჩია. ხო. კი, შეიძლება გიძახით კალდუნიას კი, ვიძმას. შეიძლება გველს გიძახით. ხო, კალდუნია ხარო. ხო, შეიძლება ამას ფიქრობს. რას ფიქრობს ესე? ძალიან დაბნეულია, მეგობრებო. რა იფიქროს ვერ ხდება. ძალიან დაბნეულია. აი ნახეთ. ვეღარ აზროვნებს იმ ერთ დღეში შეიყვანეთ ეს ადამიანი. დაადებილეთ, მეგობრებო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გამო შტერდი. აი ეგ იჭერს. ხო, აი ეს ჭირს, მეგობრებო. გამო დედი. ხო, ეტირა ყოფა კი. ასწავლე. თუმცა მეგობრებო, იმასაც კი ხდება, შეიძლება უბრალოდ ფიქრობს, რომ ვიღაცამ რაღაცა გაუკეთა. მაგრამ ამ ადამიანს არაფრის კეთება რო აჭირდება, ამ ადამიანს არავისთვის არაფერი ჭირდება სამაგისოდ, ესეც კარგად იცის. ხო. შეიძლება ფიქრობს, შენ ხარ ამის ინიციატორიო, ხო, მაგრამ არა მგონია, მეგობრებო. ძალიან დაბნეულია, დაიბნა ძალიან. ძალიან დაიბნა, თუმცა რაღაცის დაწყებას მაინც აპირებს. რაღაცისთვის ემზადება ეს ადამიანი. შეიძლება თვითონ ემზადება ამისთვის.
გახსოვთ ჩვენი წინა ლაივი იქ იყო რომ ყველაფერზე წამსვლელია ხო ფიქრობს დაბნეული კია მაგრამ ფიქრობს აი ხوار ძალით თუნებით არა ძალითო ეს იყო წინა ლაივში და მაგას ფიქრობს ახლა ხوار ქნას რაიმე იმიტომ რომ ვერ მოგიდგათ ვერანაირად და მე კი მოვიხიბლე შენი ონკანითო მაგრამ შენ ვერ მოგხიბლეო ჩემითო ამას ამბობს საცოდავი მისი დღე ხო ბეზატკაზნი ამ ადამიანს უნდა რომ რაღაცაზე მოგელაპარაკოთ მოითათბიროთ რაღაც ახალისთვის მოითათბიროთ რაღაც გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ მე არ ვიცი ხა მეგობრებო გეუბნებით რომ თუ ნებით არა ძალით რაღაცისთვის უნდა რომ დაგიყოლიოთ და თუ ვერ დაგიყოლიათ სავარაუდოდ მე დაიწყებს ნახეთ რაღაცის კეთებას მე დაიწყებს აჰა ორი კარტი ხო რაღაცისთვის კეთებას მე დაიწყებს კი აუცილებლად ფიქრობს რაღაცის მოლაპარაკებას მაგრამ რამდენად გამოუვა მას მან არ იცის უბრალოდ აანალიზებს ეხლა ასე რო ქნა რა გამოვა ისე რო ქნა რა გამოვა ეხლა აქვს ამ ადამიანს ძალიან მილიონი ხერხი ჩამოწერილი ნახეთ აქ ახლა აქ ამას აქვს რაღაცა ჩამოწერილი ხო ნახეთ დაწერილი აქვს ეხლა თან აგერც წერს ნახეთ აგერც წერს რაღაცას დაბნეული ახლა მეგობრებო რაღაცებს წერს ვარიანტებს წერს ABCD ვარიანტები 1 2 3 4 ძალიან ბევრი ვარიანტები აქვს უბრალოდ ტვინში აზრს ვერ ალაგებს საით და რითი დაიწყოს უბრალოდ ეს ყველაფერი ყველანაირ ხერხს მოსინჯავს ყველანაირად მოსინჯავს ყველანაირ ხერხს გამოიყენებს ესე ჩამოწერილი აქვს და მიყვება ახლა პირველი გამოვიდა არა გადაშლის მეორე გამოვა არ გამოვიდა გადაშლის და ასე მიყვება ეხლა ძალიან ბევრი აქვს მეგობრებო აი მე არ ვიცი როგორ არიღლება ამითი ვერა ნამდვილად ვერ გახდება ვერაფერს თვითონ მაგრამ მაინც ეცდება ცდაბედის მონახევრია ხო იცით სიყვარულში ყველა ხერხი ნებადართულია Life is love უღრმესი მადლობა ჩემო ლამაზო მეგობრებო სასწაულები მყევხართ ამ ადამიანს ვერაფერს ვერ უზამს ვერანაირი მაგია ვერანაირი ჯადო ვერაფერი ვერ ერევა ამ ადამიანს იმიტომ რომ თვითონაა ენერგეტიკით ძლიერი და ეს ხართ თქვენ ეს ხართ თქვენ ამას ვერაფერი ვერ ერევა ხო არა აი ხო გეუბნებით ნახეთ ქვემოდან რა არის ეცდება მაგრამ არ გამოუვა არა ერთი კარტი მაინც გამოუვა უბრალოდ მაინც ვკითხოთ კი იმიტომ რომ ესეც დაწყების ნახეთ ხო ხვდებით ახლა ხო აქ რაც ხატია ნახეთ ზუსტად ყველა ის ინვენტარი ხატია რაც ჭირდება მაგიას ხო თუ გამოუვა უბრალოდ ერთი სიტყვა თუ გამოუვა ეს ყველაფერი რასაც თვითონ ფიქრობს თუ გამოუვა მეგობრებო ეშმაკს როგორ ყავს შეჩენილი ეცდება კი ეცდება მეგობრებო მინდა გითხრათ რომ ეცდება ას ნახეთ ასე მოგიბზუილებთ მოულოდნელად არ დაწვია მაღამ აივანზე არ მოგიტაცოს
ბალანსი. ნახეთ მეგობრებო, როგორც უბრალოდ ნახეთ როგორც ცდილობს. როცა თავისოთ დაალაგოს ურთიერთობა, მას რომ უნდა ისე ნახეთ ხელსაწყოვი როგორ უკავია და აბალანსებს ათუხთუხებულ წყალს, საცოდავი მისი დღე. ეცდება კი, მაგრამ თუ გამოუვა. აი ხო გეუბნებით მრავალნაირ ხერხის გამოყენებით ეცდება ეს ადამიანი. სხვათა შორის ძალიან ჭკვიანია, მინდა გითხრათ. ძალიან ეცდება მის ხაფანგში მოხვდეთ. ხაფანგი. შეიძლება იყოს მშვილდოსანიც. შეიძლება იყოს სასწორიც. აი უჭკვიანესი ადამიანია, მეგობრებო. მინდა გითხრათ. თუ გამოუვა. დედა მეგობრებო, ნახეთ. ეცდება, უეჭველი ეცდება. აჰა. და კიდე რაღა ამოვიღო. ყველა მაგიის კარტი ამოვიდა. ყველაფერს ეცდება, მეგობრებო. ყველაფერს ეცდება. ყველაფერს ეცდება. ნახეთ, ფულს როგორ მიარბენიებს. ფულს როგორ მიარბენიებს. იცით რა გამოუვა? მიგეტყვით ახლა ერთს მეგობრებო. თაგვმა თხარაო და მისი დასამარხი მიწა გამოთხარაო, ხო გაგიგონიათ? მეგობრებო, კატა გამოთხარაო. ხო. მეგობრებო, იმას გააკეთებს ეს ადამიანი, რომ ხო, უყურეთ რას გააკეთებს? იმის მაგივრად რომ თქვენ მიგიჯაჭვოთ. ხო? ამ ადამიანს ხო უნდა რომ თქვენ მიგიჯაჭვოთ, მიჯაჭვულობა, დაგიბრუნოთ, აი ჩაგიგდოთ ესე ხელში, საპირისპიროდ გამოუვა. თქვენ ჩაგივარდებათ ხელებში და მერე გაპუტეთ როგორც გინდათ. ხო, აი ეს გამოუვა. თაგვმა თხარაო და მისი დასამარხი მიწა გამოთხარაო. სასაფლაო. თხარაო და მიწა გამოთხარაო. მეგობრებო, დედასპიცა ვარ. და კატა გამოთხარაო. კატა აგერ. ამას მოიმკის თვითონ. ხო. აი ზუსტად. ამას მოიმკის. კი. უეჭველი ეცდება, მეგობრებო, ამაში დიდ ფულსაც გადაიხდის. იქ ჩვენ გვაჩვენა, რომ ამას ფინანსები აქვს, ამ ადამიანს ფინანსურად კარგად დგას ფეხზე. არ აქვს, ამის გაჭირვება არ აქვს. ხო. ამიტომ ელოდეთ მისგან ესეთ რაღაცებს, მეგობრებო. ხელი დღეს გამეიქცა ასტრა ბარათებისკენ, ასე რომ მე არასდროს ამომიღია ამდენი ბარათი, მაგრამ აი, ნახეთ, 7 ბარათის მეც არ ვიღებ, მაგრამ დღეს ისე ისაუბრა დასტერმა, მეგობრებო, რომ არ ვიცი, მოკლედ ელოდეთ მისგან ესეთ რაღაცებს და იყავით ხიზლად, თუმცა მეგობრებო, არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან გაოგნებული ვარ. ამიტომ ასეთ რაღაცებს ეცდება კი. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება, ბედნიერი კვირა დღე. ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. და მიუშვით, მეგობრებო, მიუშვით, არ ინერვიულოთ. ხო, არ ინერვიულოთ, მეგობრებო. ზოგადად ესეა, ვინც თხრის სამარეს თვითონ ვარდება შით. ამიტომ რასაც დათესავენ, იმას მოიმკიან და არ ინერვიულოთ, არ შეგეშინდეთ. მშვიდობიანი ღამე ყველას, უღრმესი მადლობა ყველას. და მოკლედ გელოდებით ადვირთვის შემდეგ კომენტარებში.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს დღევანდელი საღამოსთვის და დალოცულები ყოფილიყავით ყოველთვის. ავად დროებით შეხვედრამდე. Buona notte.